საუკეთესო მუსიკა მხოლოდ თქვენთვის. თქვენ მოსმენთ რადიო 24-ს. გადმოდი FM-დან ინტერნეტში. გრძელდება ჩვენი ღამის ეთერი და ხაზზე მყავს ახლა თანაწამყვანი ნინა. გამარჯობა. Hello, ესე იგი მინდა გითხრა რომ ჩვენი ეთერი ახლა იწერება და შემდეგ გამოქვეყნდება რადიო 24-ზე, ასე რომ ვეცადოთ საინტერესოდ გამოვიყურებოდეთ ეთერში, ხო? აი ესე იგი მე როგორც ყოველთვის ძალიან კარგად გამოვიყურები. კარგია, ხმაზე გეტყობა ყოველ შემთხვევაში რომ კარგად გამოიყურები. ესე იგი მე ხო პირდაპირ ეთერში მოგილოცავ ბარბაროფას და შეგიძლია შენც მიულოცო ჩვენს აუდიტორიას. რა თქმა უნდა, ჯერ შენგან ვისმენ ილოცვას. პრინციპში ახლა განსაკუთრებული რა შეიძლება ითქვას, უბრალოდ უნდა მიულოცოთ დღევანდელი დღე ერთმანეთს. რა თქმა უნდა, ერთმანეთს უნდა მიულოცოთ. დღეს არის ბარბარობა და ვინც ჩვენ გვისმენს, არა მხოლოდ იმ ადამიანებს მიულოცავ, არამედ სრულიად საქართველოს მართლმადიდებელ ადამიანებს და ფარავდეთ მართლაც წმინდა ბარბარეს მადლი და ძალა. განსაკუთრებით ბავშვებს, იმიტომ რომ ცნობილია რომ წმინდა ბარბარა სწორედ ბავშვების მფარველად მოიაზრება. ესე იგი, რა ხდება ახლა ჩვენს თავს? ნინი, ხო ჩემთან ერთად ხარ ნამდვილად? დიახ, შენთან ერთად ვარ, ეს რეალობაა, თუ კიდე გიჩქრიდა. კარგია, ესე იგი, რამდენიმე გზავნილს ამოვიკითხავ. ყოველდღიურად ვაწყდები მსმენელებს, რომლებიც მგონია რომ ვიცი და საბოლოო ჯამში აღმოჩნდება რომ ხოლმე რომ არ ვიცი. არ ვიცი. ასეთი საინტერესო მსმენელი, ასეთი სახელწოდებით лицо со шрамом. ესე იგი, Radiohead is no surprise ძალიან ყოველდღიურად ნატა სტეფანისგანო. რომელიც უნდა გაჟღერდეს რა თქმა უნდა. ასევე შორეული ჩინეთიდან მუსიკალური თხოვნა, რომელიც გვაქვს და ესე იგი Madonna's Paradise თუ არ ვწდები. მოვიკითხოთ შორეულ ჩინეთში ადამიანი. ნამდვილად, იმიტომ რომ ამ სიშოროზე და თან ჩინეთში უკვე დილის 5 საათია და უსმენს რადიო 24. საათია ნამდვილად. დასაფასებელია რომ ესე დილით გისმენს ადამიანი. კი, ნამდვილად მე ამდენი ხანი შენით. უნივერსალმები ნამდვილად და თორნიკე შემოგვიერთდა უბერებელი თორნიკე, რომელიც ამბობს რომ რამე ჩემებული გაუშიო და ვინ არის ეს გოგო? Now. აბა უთხარი ვინ ხარ? Now. კი. ესე იგი თანაწამყვანი RJ ნინი. თანაწამყვანი RJ ნინი დაიმახსოვრეთ კარგად. ესე იგი ნინა ვინაიდან და რადგანაც და ჩვენ გვაქვს მუსიკალური თხოვნები, ასე ცოტა ხნით გავიჭერათ ეთერიდან, მოვისმინოთ სიმღერები და შემდეგ დავბრუნდეთ პირდაპირ ეთერში და მსმენელებს მოუწოდოთ რომ მის მეგობრებსაც შეატყობინონ რომ რადიო 24 ეთერშია და ამისთვის უნდა აკრიფონ საკუთარ ბრაუზერში მისამართი რადიო 24 G და live-ზე შემდეგ უკვე საკუთარი ლოგიკით უნდა გადმოვიდნენ. რა თქმა უნდა, თუ ლოგიკა არ არის, იქ რადიო 24-ის სმენელად რაც კიდე რომ იყო. ნამდვილად. ესე იგი, Radiohead is no surprises, რომელიც ნატას ეთქნება სტეფანესგან და დავბრუნდებით ცოტა ხანში, ასე რომ დროები. დაგველოდეთ თქვენი მუსიკალური თხოვნები კი მომწერეთ Skype-ში მისამართზე რადიო 24 თბილისი. Radio 24. job that slowly kills.
რადიო 24. გადმოდი FM-დან ინტერნეტში. დაუბრუნდი პირდაპირ ეთერში და მე არ ვარ მარტო, მე მყავს ისევ და ისევ ჩემი რადიო პარტნიორი. დიახ, მოგესალმებით, ვინც ახლახანს შემოგვიერთდა და მოვიკითხავ სტეფანეს. სრულიად შემთხვევით ის აღმოჩნდა ჩვენს პირდაპირ ეთერში. და მოვიკითხავ, ძალიან გამიხარდა რომ ეს ის სტეფანი აღმოჩნდა, ვინც ითხოვა სიმღერა. ანუ ეს ის იყო ვინც შენ იფიქრი ამ შემთხვევაში. არა, თავად მომიკითხა და ამიტომ მოხარული ვიყავი რომ ის ადამიანი მისმენ და ვინც ითხოვა სიმღერა. ნინი რა პოლიტიკოსივით საუბრობ. არა, ნამდვილად აი ხა შენი თავი წარმოიდგინე რომელიმე თანამდებობაზე წარმოგიდგენია პოლიტიკურ რანგში. ნუ გამოგავს ესეთი სიმწვავე. კარგი, მაშინ შენი თავი სად წარმოგიდგენია მომავალში. რაში ხედავ შენ თავს? ფოტოგრაფია ალბათ. აჰა, ნუ ფოტოგრაფია გიტაცებს. და თუ ხარ დაკავებული გარდა იმისა, რომ გიტაცებს ამ საქმიანობით. შეიძლება ისაგვარად, როცა დრო მაქვს აუცილებლად. ძირითადად რა თემატიკაზე გიყვარს ფოტოების გადაღება? აი რაც იფიქრე ახლა ის. ანუ სევდა და ნისლი? არა, ბუნებას შეიძლება შეეხებოდეს, ეს იყოს პორტრეტებით, ასევე ცხოველებსაც უღებ, ნუ ის რაც დამაინტერესებს მოკლედ. კარგი, მე ახლა ერთი კითხვა მაქვს შენთან და მე ჩემს აზრს გეტყვი შენთან დაკავშირებით. ზოგადად შენი ბუნება რა ფერებში წარმოგიდგენია და შენი ხასიათი ზოგადად? ესე იგი, ჩემი ხასიათი ალბათ ლურჯია სამნისფერი. ანუ დაახლოებით რაღაც მეოცნებე გოგონას ჟანრში, ხო? უბრალოდ კარგი მეოცნებე, რომელიც ყოველდღე ლამაზზე და კარგზე ფიქრობს და ოცნებობს. ალბათ ესეა კი. მე ცოტათი ნაცრისფერი დავინახე შენს ხასიათში და მეთანხმები თუ არა, თუ ხანდახან არის ეს ნაცრისფერი. არა, ნაცრისფერიც არის, რა თქმა უნდა, და ამ ბოლოს ხოთა შორის უსმენდი კი არა, სურათებს ნახულობდი და გამახსენდა შენი ასე თქვათ მინაწერი ჩემს პიროვნებაზე, ანუ ადრე როცა იყო ეს არჩეების თემა. თუ გახსოვს ჩემი დახასიათება, თავად კი, იდუმალებით მოცული ხარ შენ და ასე ვთქვათ რაღაც აიცი რა არის, თან ხსნი ამ ყველაფერს, თან ვერ ხსნი. შენი სამყარო გაქვს, შენი შინაგანი სამყარო გაქვს, თბილი და იდუმალი სამყარო გაქვს, რომელიც არც თუ ისეთი ხშირი შემთხვევაა ზოგადად და ბევრი ასეთი ადამიანი არ შემხვედრია მე.
არ ვიცი ეს კომპლიმენტია? შეიძლება ითქვას ესე იგი კომპლიმენტი. ძალიან ეს ჩანაწერი მაქვს და თუ გინდა წაგიკითხავ, შენივე ნაწერია კი, წამიკითხე გრის შემახსენებ ხოლმე რაღაც ღიმილს. დეტალურად, აბა. ესე იგი, დაიბადა თბილისში, უყვარს უძველესი მუსიკა, ის რაც დრომ გამოსცადა და კვლავ აქტუალურია. სათნო და სათუთია მისი ხასიათი, ასე რომ გაუვფრთხილდით. გატაცებულია პოეზიით და შეყვარებული ბუნების სიგიჟეებზე. სათნო და სათუთი ხასიათის ფარულად ემოციური, თითქოს შვიდი და თითქოს ბობოქარიც. ეს არის მისი შარმის მასაზრდოებელი. დიდი მადლობა ესეთი სიტყვებისთვის კი. კი, ნამდვილად ასე ვფიქრობდი და სხვათა შორის ასე ვფიქრობ დღესაც, უბრალოდ შეიძლება ზუსტად იგივე სიტყვები ვეღარ გამეხსენებინა, მაგრამ რეალურად ეს ასეა. ყოველ შემთხვევაში მაშინ ჩემი გადმოსახედიდან ასე ჩანდის შენ. დიდი მადლობა მართლაც. და ეს იყო სრულიად ბუნებრივი დახასიათება შენი. სამწუხაროა რომ ქალბატონი სოპუტა არ არის ხაზზე. მასაც მოვიწევ. იტყვის არის იმედია გვისმენს. ან მე ჩანაწერს მოусმენს. ან იმედია შემდეგ ჩანაწერს მოისმენს. კარგი, მოდი ახლა კიდევ ერთი სიმღერა მოვისმინოთ Madonna's Paradise და გავგზავნოთ ეს ჩინეთში ექსპორტზე. ჩინეთში ექსპორტზე. ხო, შევფუთოთ კარგად. დამაფიქრებელი სიმღერა. მგონი ჩემზე საუბრით ხალხს მოვაბეძრე თავი. ესე იგი, ადრინდელი მსმენელიაო, ასე თქვიო და კი ბატონო, ადრინდელი მსმენელია სტეფანე და კიდევ ერთხელ მოვიკითხოთ. კი ბატონო, მოვიკითხოთ აუცილებლად და შენ რამეს ხომ არ დაამატებდი გასვლის წინ? ესე იგი, გასვლის წინ შეგიძლია, ესე იგი, გაუშვა ეს სიმღერა, რომელმაც მოგხიბლა სრულიად შემთხვევით წავაწყდით ამ სიმღერას მე და შენ და მოვინუსხეთ. კი ბატონო. ესე იგი, Madonna's Paradise, შემდეგ პატარა შემოჭრა ჩვენი ეთერში, გადავხედოთ ჩვენს ოჯახს რა ხდება და შემდეგ კვლავ გავტრიალდეთ უკან გაზი ხო არ დაგვრჩა ჩართული ან ელექტროენერგია. კარგი, Madonna's Paradise და ელექტროენერგია. დროებით ცოტა ხანში დავბრუნდებით. კონსმენტ რადიო ოსტალს. გადმოდი FM-დან ინტერნეტში. My
My face remains. უსმენთ რადიო 24 და ვინაიდან ნინი მყავს ეთერში, მის და ჩემს საყვარელ სიმღერად გავიგებ ფონად. რა სიტყვი? ესე იგი გიო დავბრუნდით მე მგონი ხო? ნამდვილად დავბრუნდით და თუ გესმის ვინ გვიმღერის ახლა? მესმის. ბატონი ხუსტინიო. ესე იგი რა ხდება, მოდი ერთ პატარა გაურკვევლობას ნათელს მოვფენ და შემდეგ განვაგრძოთ საუბარი. ანუ რა ხდება, რომ ორი დღეა მედიით ვრცელდება ინფორმაცია, რომ ვასილ ოდიშვილმა მაესტრო დატოვა. თუმცა ეს არ შეესაბამება სინამდვილეს. სამშვიდი ხახნა. ხო. ანუ არანაირად არ დაუტოვებია მას მაესტრო და მაესტრომ ოფიციალური პასუხი გასცა მედიას და განაცხადა, რომ ის რჩება იქ, სადაც არის, ასე რომ ფოტოს ადგილი არ ჰქონდეს. ესე იგი პოლიტიკური წვეთი მაინც ჩადება. არ იყო ეს პოლიტიკური წვეთი. შეიძლება რაღაც დოზით მეოთხედი წვეთი შეიძლება. ესე იგი მოვიკითხავ ლაშაიას შემოგვიერთდა. მივესალმოთ. და ასევე გიორგის მოკითხვა მივესალმოთ. ესე იგი, აბა რა გაქვს შენ სათქმელი ჩვენი რადიო მსმენელებისთვის? არა, უბრალოდ თემასთან დაკავშირებით მე მგონი ვერ შევჯერდით და თუ გსურთ რაიმე მხიარული
პირდაპირ ეთერში გავაჟღეროთ თქვენი ვერსიები შეგიძლიათ გამოაგზავნოთ და შემდგომ წავიკითხოთ. კი, რა თქმა უნდა, ჩვენ ტრადიცია აღვადგინებთ. აღვადგინოთ ჩვენი სიციმკის, ხო? კი, ნამდვილად. თუმცა მე თუ ეთერში ამიტყდა. ძალიან კარგი იქნება, იმიტომ რომ შენ სიცილზე რომ ჩემ სიცილზე მე შენ იცინი, ხო? კი, და ესე ხალხსაც ვაცინებ. სული ადამიანი ხარ შენ. ესე იგი, მე ხლა ერთი სიმღერა მაქვს შერჩეული. ეს ის სიმღერაა, ჩვენ რომ ის ამის შემდეგ იქნება. თუმცა ესეც კარგია, მომწონს რაღაცნაირად. ანუ მეც მომეწონება. იმეც გამოვთქვამ, რომ კი. არ ვიცი, ყოველ შემთხვევაში შენ თუ გსმენია რამე ჯგუფ Eden Bride-ის შესახებ. ნახოთ. დავთქვეთ. დავთქვეთ და დავბრუნდეთ ცოტა ხანში მაშინ. მასე რომ გელოდებით. დროებით.
დავბრუნდით ეთერში ქალბატონ ნინასთან ერთად. ხომ მოგწონს ნინას რო გეძახი? ესე იგი ეს რაღაც განსხვავებული სახელია, რომელსაც მხოლოდ შენ მეძახი ხოლმე და ამიტომ იყოს და დამიძახე ნინა. ხო, რაღაცა ნინას რომ გეძახი წარმომიდგენია, მე და შენ ვსხედვართ ფინჯან ჩაისთან და კულტურაზე ვსაუბრობ. კულტურაზე მხოლოდ. რა თქმა უნდა. და არა პოლიტიკაზე. ხო, არა, შენი გადამკიდე პოლიტიკაზე არა, თუმცა ხომ იცი რომ მე მიყვარს პოლიტიკაზე საუბარიც. ესე იგი, ლაშაიე ვერ ჩამოყალიბდა და პაროს სტელარისო ანაზე სან გაუშვითო, ან კიდევ clap your hands. ანუ ამ შემთხვევაში არჩევანი ვინ უნდა გააკეთოს, ლაშამ თუ ევროკავშირმა? ესე იგი, ევროკავშირმა არა ჩვენ რა თქმა უნდა, ესე კიდევ და კიდევ ეს პოლიტიკა. გიორგი დამანებედა. ანუ მე რა შუაში ვარ? ესე იგი, იმდენად გძაგს შენ პოლიტიკა, რომ არც კი გსურს სიტყვა პლს გაგონებას, ხო? მოდი, ლაშა მე შევარჩევ, ზესან იყოს, იმიტომ რომ მზეს მეძახდნენ ხოლმე და ამიტომ მოусმინოთ ზესან. ზესან. პაროსტელარი და კლეოპანტერი. ხო, ესე იგი, პაროსტელარი ჩამოდის თბილისში. სავარაუდოდ 31 დეკემბერს თუ არ ვწდები და ამ ყველაფერს Alter Vision გრუპი ახორციელებს. ისევე როგორც გახარებთ ჰარტის ვიზიტი საქართველოში, ასევე გახარებ პაროსტელარის შესახებაც. სავარაუდოდ რა გაინტერესებს ალბათ ლაშა. ამ შემთხვევაში პაროსტელარი არ გაინტერესებს. არა, როგორ გაინტერესებს? გაინტერესებს. ანუ როგორ გავიგოთ ეს ყველაფერი? არა, დაინტერესებს იმ ადამიანს, ვინც ითხოვა, იმიტომ რომ უყვარს. გასაგებია, კი, გასაგები. ნამდვილად, ესე იგი, ჩვენი ევროპელი ჯემალის მიერ ინიცირებული სიმღერაც გავაშხეროთ ეთერში თუ რა ვქნათ? ესე იგი, ამ სიმღერამ მოგნუსხა, სრულიად შემთხვევით წავაწყდით მისგან, ასე ვიტყოდი და იმედია რომ თქვენც ისიამოვნებთ ამ სიმღერით. რა თქმა უნდა, მოდი მსმენელებს. ფონოგრამა გიო. მსმენელებს უთხრათ, რომ ჯეიკო, ჩვენი ევროპელი მსმენელი, ჯეიკო, ქართულად არის ჯემალი, ხო? არა, ხო, ასე ნამდვილად, ხარ რეალურად დაუკვირდეთ, ჯეიკო და ჯემალი, ну, პრინციპი ერთი და იგივეა. Kensington-ი All for Nothing, შემდეგ პაროსტელარის The Sun და ბრუნდებით ეთერში. რა თქმა უნდა, გვისმინეთ, მოითხოვეთ სასურველი სიმღერა. დამატეთ რადიო 24-ში, მისამართზე რადიო 24 თბილისი და შემოგვიერთდით ყოველდღე 23 საათიდან თბილისის დროით და 4 წელია ამას გავიძახი ეთერში. კარგი, წავედით.
Radio 24 Tbilisi. Radio 24 Tbilisi. Broadcast from capital of Georgia. Every day at 22 o'clock. Radio 24 Tbilisi. Internet radio station. Every day at 22 o'clock. Radio 24 Tbilisi. რადიო 24-ის ღამის ეთერი გრძელდება პირველი საათი 5 წუთი და ამოვიკითხავ რამდენიმე გზავნილს ნინასთან ერთად. ნინა, მოდი, შენ ამოიკითხე შენი გზავნილები, მე ჩემსაც და შემდეგ გავუდგეთ სიმღერის გზასაო. მე თუდად ისმინებოდი გიო და შეგიძლია თავიდან მითხრა ეს ყოველი. ესე იგი შენი გზავნილები ამოიკითხე, მე ჩემსაც ამოვიკითხავ და გავუდგეთ სიმღერის გზასაო. რა თქმა უნდა, ესე იგი ჩვენ უსმენთ, კი არა მოусმენთ სტელარს, რომელსაც ლაშა უძღვნის ყველას, შემდგომ იქნება ერთი წუთი დაუფიქრდი შენ როგორი რითმა გამოგივიდა ახლა? ესე გამომდის ხოლმე. მოусმენთ სტელარს, ეძღვნება ყველას. კარგი. პატარა პოეტი დაიბადა ახლა ეთერში. პოეტი დაბადებული იყო თუ არა? აჰა, უბრალოდ გაფურჩქნის პირას არის. უკვე ჩაიფერ. კარგი, განაგძე. და შემდგომ მე მგონი მობი კი. Perfect Life, კი. მოусმენთ შემდგომ ესე იგი მობის, რომელსაც გიორგი ჯამურელი უძღვნის ნანას თუ არ ვცდები ცავას. მე რო ცანავა მომწერე. არა, ცავას. კარგი. ამ შემთხვევაში ჩემი რადიო მსმენელი, ესე გავყოთ ჩვენი მსმენელები ხო, ვინაიდან ჩვენ წამყვანები ერთ დღეს ეთერში შენი მსმენელები ყავს, მე ჩემი მსმენელები. თორნიკე გიძღვნის სიმღერას, ფრანგი შემსრულებლის სიმღერას, დიდი მადლობა თორნიკეს. რომელსაც ზას ქვია. ქართულად ვთქვა ზაზა. კარგი გოგონაა ზაზა. ჟიბუ ასე ქვია სიმღერას, რომელიც შენ გეძღვნება თუ მოეწონება რა თქმა უნდაო. ესე იგი დიდი მადლობა რაც არ უნდა იყოს, იმიტომ რომ ადამიანი გიძღვნის სიმღერას ეს რაღაც დაჯუქოს ცხენწილი არ გაესინჯების. ამიტომ მოусმინოთ ესე იგი ჯერ პაროსტელარი გავა, შემდეგ მას მოჰყვება ზაზა. მობი არა? კი, რა თქმა უნდა, მობიც მოჰყვება. ვინაიდან რადგანაც ჩვენი გზავნილები ერთმანეთთან კვეთაშია, რომ არ დაირღვეს უფლებები მსმენელების, ასე გავაკეთოთ. გაჟღერდეს პაროსტელარის The Sun, შემდეგ ზაზა, შენთვის, ვინაიდან შენ ხარ ქალბატონი და ამ შემთხვევაში დღეს მოდაშია ზოგადად გენდერულ ბალანსზე საუბარი და შენი უფლება რომ არ დაირღვეს, შენთვის მოწმული სიმღერა გაჟღერდეს და შემდეგ მას მოჰყვება მობის Perfect Life. კი ბატონო და გიორგი ჟამურელი მიუძღვნის ნანას. ძალიან კარგი. ასე რომ მოусმინოთ და შემოგვიერთდით აუცილებლად. დარჩით რადიო 24-ზე. Don't stop.
side. Oh, I believe now. I love you till I die. You will sing me to sleep. You will hit me away in a perfect life. A perfect life. Oh, we close our eyes. The perfect life. Life is all we need. Oh, we close our eyes. The perfect life. Life is all we need. Little Mikey steps everywhere, knives in his pockets and bullets in his hair. He has nothing to live for, nothing left to say. He's locking all the doors to keep the older wolves at bay. Spoons and foil are all he needs. A bed and some china, a lighter and some speed. It will sing you to sleep and it will hit you awake in a perfect life, a perfect life. უსმენთ რადიო 24-ს. 23 საათიდან თბილისის დროით. უსმენთ რადიო 24-ს, ნამდვილად 23 საათიდან თბილისის დროით და მე ახლა ჩემი თანაწამყვანი უნდა გავიყვანო on air-ში. და სად არის ის, რატომ არ სჩანს? ნინად შემომიერთა სანამ მისთვის განკუთვნილი სიმღერა გაჟღერდება ინფორმაცია პაროსტელარის თბილისში ვიზიტთან დაკავშირებით.
აბა გისმენთ კიო. რა ხდება, როგორც Sparrow Stellaris ოფიციალური ვებგვერდი იუწყება, კონცერტი გაიმართება 31 დეკემბრის ღამეს თბილისში, ევროპის მოედანზე და დასწრება თავისუფალია. ასე რომ არანაირი ბილეთის შეძენა არ. არანაირი, ნებისმიერ შეუძლია მისვლა 31 დეკემბრის ღამეს ევროპის მოედანზე, იგივე ყოფილ რესპუბლიკის მოედანზე, თუ არ ვწდები, არა, თავისუფლების მოედანზე, მაპატიებს. ყოფილ მერიასთან. ასე რომ ვისაც სურვილი ექნება, შემოგვიერთდეს. ნამდვილად და დაესწროს Sparrow Stellaris კონცერტს. ნამდვილად. ახლა რა ხდება ჩვენს თავს? შენთვის განკუთვნილი სიმღერა უნდა გაჟღერდეს ზაზას შესრულებით. თუ ზაზა ქვია სიმღერა. სიმღერას ქვია ჟივუ. ჟივუ? ხო და შეიფერება ნინა. შევიფერო? კი. აჰა, დაგეტყო რომ შეიფერე გაწითრული და ვიგრძნი ეს ეთერში. დავბრუნდეთ ცოტა ხანში ერთი სიმღერის შემდეგ. რა თქმა უნდა, დავბრუნდეთ, მოусვინოთ ზაზას, დიდი მადლობა თორნიკეს. დიდი მადლობა თორნიკეს და ზაზას, წავედით. Donnez-moi une suite au Ritz, je n'en veux pas des bijoux de chez Chanel, je n'en veux pas. Donnez-moi une limousine, j'en ferai quoi? Offrez-moi du personnel, j'en ferai quoi? Un manoir à Neuchâtel, ce n'est pas pour moi. Offrez-moi la tour Eiffel, j'en ferai quoi? Je veux de l'amour, de la joie, de la bonne humeur. Ce n'est pas votre argent qui fera mon bonheur. Moi je veux crever la main sur le cœur. Allons ensemble découvrir ma liberté. Oubliez donc tous vos clichés. Bienvenue dans ma réalité. J'en ai marre de vos bonnes manières, c'est trop pour moi. Moi je mange avec les mains et je suis comme ça. Je parle fort et je suis France, excusez-moi. Fini l'hypocrisie, moi, je me casse de là. J'en ai marre des lampes de bois. Regardez-moi, de toute manière, je vous en veux pas. Et je suis comme ça. Je suis comme ça. Je veux de l'amour, de la joie, de la bonne humeur. Ce n'est pas votre argent qui fera mon bonheur. Moi je veux crever la main sur le cœur. Allons ensemble découvrir ma liberté. Oubliez donc tous vos clichés. Bienvenue dans ma réalité. Je veux de l'amour, de la joie, de la bonne humeur. Ce n'est pas votre argent qui fera mon bonheur. Moi je veux crever la main sur le cœur. Allons ensemble découvrir ma liberté. Oubliez donc tous vos clichés. Bienvenue dans ma réalité. Je veux de l'amour, de la joie, de la bonne humeur. Ce n'est pas votre argent qui fera mon bonheur. Moi je veux crever la main sur le cœur. Allons ensemble découvrir ma liberté. Oubliez donc tous vos clichés. Bienvenue dans ma réalité. გამოსმენთ რადიო 24-ს. გადმოდი FM-დან ინტერნეტში.
გადმოდი FM-დან ინტერნეტში ყოველდღე 23 საათიდან თბილისის დროით როგორ კაფეოდ ვაცხადებ ამ ყველაფერს. ნინო. ესე იგი პარიზშიც ვიმოგზაურეთ, კიო. ზაზასთან ერთად. ზაზასთან ერთად. კი. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა თორნიკეს და განვაგრძობთ ეთერს. მე მგონი რომ მუსიკალური სურვილების გაჟღერების დრო არის. ნამდვილად bang 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 bang. ესე იგი ეს სიმღერა ვის ეძღვნება ვისგან ახლავე გიორგი ჟამურელი ესე იგი უძღვნის მარიამ მელაშვილის დიდი სიყვარულითო. მედიამ ამ სიმღერის ადრესატი ისმინება. რა თქმა უნდა პრინციპში დღევანდელ ეპოქაში ეს პრობლემას არ უნდა წარმოადგენდეს. რა თქმა უნდა ინტერნეტში მით უმეტეს. ეხლა მე ერთი კითხვა მაქვს შენთან როგორც გარკვეულ ადამიანს. რაში გარკვეულ? ამ საკითხში. დიდი ხანია თავს ვიმტრევ და ამ მომღერალს არ ვიცი როგორ მიუდგე და როგორ ვუწოდებ. იწერება როგორც ოკეანა. თუმცა როგორც არ მოვთქვა, არ ვიცი ის როგორც ითქმის ოკეანე ანუ ocean თუ უბრალოდ ოკეანა თუ ოჩეანა. რა ვთქვა? როგორ ესე იგი ეს მითხარი ვინ მოგწერა და არავინ უბრალოდ ხა გამიჩნდა იმიტომ რომ დაახლოებით 2 წელია ეს იდეა რა კითხვა მაწყობს როგორ მიუმართო ამ მომღერალს და ვერა ხო და კიდევ მეორე არის ფერს მიღმა მაშინ აბა მეორე რომელი მეორე არის სია თუმცა სია რაღაც მე ხო საია ეს რაღაცა კოჟორიძესთან ასოცირდებოდა ამიტომ სია და უძახოთ საია არ ვიცი ნუ საიდან მოდის ეს უცნაური სახელები არ ვიცი მოდი ორი სიტყვით სიაზე ვილაპარაკოთ იმიტომ რომ ძალიან ესეთი უცნაური გოგონა მინდა გითხრა თავის სახის გამოჩენას ერიდება როდესაც საკონცერტო გამოსვლები აქვს და არც კლიპებში იკლავს თავს დიდად ანუ ეს ერთგვარად მისი იმიჯი თავდაბლობაა რა თქმა უნდა იმიჯია მისი ერთგვარად როდესაც სახეს არაჩენს და სცენაზეც მაყურებლისგან ზურგით დგას და ესე მღერის. ესე იგი მორცხვი ახალგაზრდა. ხო, ისევ როგორც განსხვავებული ვოკალი აქვს, განსხვავებული მისი ერთგვარი სავიზიტო ბარათია. ზურგი. ხო. აი თორნიკი ამბობს რომ გაუში მევასება ეკალიო. ვინ გევასება საია თუ ოკეანე თორნიკი ახლა ეს ვითხარი და შემდეგ ჩამოვყალიბეთ. ესე იგი bang bang გაუშვათ ხო? ახლა მჯერად JCJ, Ariana Grande და Nicki Minaj-ის bang bang უნდა გაჟღერდეს ნამდვილად. მას დაუბრუნდეთ ესე იგი პირდაპირ ეთერამდე მანამდე კი bang 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 წავედით დროებით Dominant, prominent. It's me, Jesse and Ari. If they test me, they sorry. Riders up like a Harley, then pull off in this Ferrari. If he hanging, we banging. Phone ringing, he slanging. It ain't karaoke night, but get the mic 'cause I'm singing. B to the A to the N to the
When will I learn? I push it down, push it down. I'm the one for a good time call, phone's blowing up. Ring on my doorbell, I feel the love, I feel the love. 1, 2, 3, 1, 2, 3, drink. 1, 2, 3, 1, 2, 3, drink. 1, 2, 3, 1, 2, 3, drink. Turn back till I lose God. ესეც ქალბატონი სია გავაცილეთ, როგორ მეხამუშება სიას წარმოთქმა. საია გავაცილეთ. დავბრუნდით, ესე იგი საიაც კოჟურიტი ეთერში. ხო, ესე იგი მე მგონი რომ შემიძლია რომ ვითხოვო სიმღერა რა? კი, როგორც შინაურს შეგიძლია. როგორც შინაურს, ხო? მოდი იყოს ფრანი და რობი კუხიანიძე. მე რა რომ ზამთარია. ანუ რობი და ფრანი კუხიანიძე. მე რა რომ ზამთარია. ჩვენ ერთად ვართ მთავარია? ნუ ეს ნატახტარის არის, მაგრამ ეხლა შენ კომერციაში გინდა გადაზარდო რადიო 24-ის ეთერი? რა თქმა უნდა, რადიო 24-თან ერთად ყველაფერი მაგარია. კარგი. სტანდარტულ კითხვას პრინციპში მე მგონი უკვე ძალიან ბანალურია ეს კითხვა, ვის მიუწვნი, ხო? მე მგონი ეს ბანალურები. ხო, ამოვიღოთ საერთოდ ეს რადიოს. მენს ვისაც უნდოდა რომ ისე მაგალითად არ შეისწავლოს. მოვიკითხა სადაც არის, თუ კი გვისმენს. დისტანციურად გადავცეთ მას ეს მოკითხვა ეს ვირტუალურად. ხო, და ხო ერთი პერიოდი იყო მოდაში
რადიოებში, როდესაც ეს მიწყნაზე ცოტათი ჭყალებში ვთქვათ, უტყდებოდა თუ მიწყნა. ანუ დღეს ახლა აღარ უტყდებათ? ხო რა ვიცი, ზოგან შემორჩა ისე როგორც ზოგიერთ ტელევიზიაში მორბენალის ტრიქონი. სხვადასხვა ერთ საინტერესო რაღაცას წავაწყდი. კარგი კონცერტი გადიოდა ერთ-ერთ ტელეარხზე და ქვევით მორბენალის ტრიქონი წარწერით ძროხები და ტელეფონის ნომერი. ანუ იქ არ ეწერა იყიდება თუ ქირავდება და ასე შემდეგ და ისეთი ცუდად დასანახი იყო მორბენალის ტრიქონი, ესეთი კარგი კონცერტი და მოულოდნელად ინფორმაცია ძროხების გაყიდვის შესახებ, რომელიც დაუკვეთა ერთ-ერთმა ასე ვთქვათ ჭყალებში ბიზნესმენმა. ესე იგი, ოკეანა უნდა მოვისმინოთ. ესე იგი, ოკეანას მოყვება კუხიანიძის ფრანი, ხო? ესე იგი, გიორგი, ეს ფრაზა მაინტერესებს. თუ ეთანხმები, რაც უფრო ახლოა მეგობრობაო, მით უფრო მაღალია დაცინვის დონეო. რამდენად ეთანხმები ამ ყველაფერს? დაცინვის დონე? დიახ. ცოტა ვერ ჩავწვდი, ხო იცი? ანუ რაც უფრო ახლოა მეგობრობა, მით უფრო მაღალია დაცინვის დონე. ვის მხრიდან დაცინვის დონე? ანუ მეგობრის მხრიდან, იმ ახლო მეგობრის მხრიდან. არა ვიცი, მე აბსოლუტურად ვერ მიჯნები ამას. შენ არ მიჯნები? ესე იგი, შავი უმორიც არის, მაგრამ თავ შევიკა. ანუ შავი უმორია და მე ვერ გავიგე ეს? ესე იგი, ხარტული ფრაზები. ესე იგი, შენ თუ იცი მაიონეზი სამოთის რეკლამა საქართველოში. არა. ესე იგი, შენ ჩემი ძმის საცოლე ხარ? ახანა დავდგან სტეკას. კი, სხვადასხვა მოდი, კარგი თემა წამოჭერი. სლობოდა in Georgia. კარგი თემა წამოჭერი, იცი სხვადასხვა. ქართულად გახმოვანებული და ქართული რეკლამები. ძალიან ბოლო პერიოდში უსმენდა ყური მომჭრა რამდენიმე ესეთმა სარეკლამო ვიდეო რგოლმა, რომლიდანაც რეალურად შინაარსი ვერ გამოვიტანა. არც გახმოვანებით, ასე ვთქვათ, სარეკლამო ტექსტებმა მე არაფერი არ მითხრა. უბრალოდ ტრაფარეტული ხო, ძალიან ტრაფარეტული და მახსოვს 90-იან წლებში, როდესაც საქართველოში მოსკოვის ტელეარხები ესეთი პოპულარული იყო, მოსკოვზე გადაერთეოდა ის, მაშინ არა ძალიან ჩამორჩენილები ვართ, მინდა გითხრა რომ ისეთი კარგი ხარისხის სარეკლამო ვიდეო რგოლები გადიოდა ჯერ კიდევ 90-იან წლებში, დღეს ჩვენთან არ გადის ასეთიც, კი. შენ პავლეაშვილის გზას კიდე მიყვე? არა, პავლეაშვილის გზას არ მინდა მიყვეს, სხვათა შორის. ესე იგი, თანამედროვე ოკეანა გაუშვათ. როგორ ცუდად შემაწყვეტინე. ну ესე იგი, პატარა ინგა გრიგოლია მყავს ეთერში. კარგი, გავჩუმდები. და მე ფრანიკოსაც მოუხმოთ. კარგი, წავედით. წავედით. When she was a young girl, she used to play with me. I was her best friend. We were inseparably. We loved to ride our bikes, playing hide and seek, sneaking out at night, dancing in the street. I look back at the time, now I realize she loved to play with fire. Should have seen it in her eyes. I should have seen it in her eyes. Deep inside, you cry, cry, cry. Don't let your hopes die, die, die. Oh, deep inside, you cry, cry, cry. Don't let your hopes
ზამთარია სიცივეა შემოდგომა მიდის მეშინია სიცივისა ზამთარში რომ იცის ზამთარია სიცივეა შემოდგომა მიდის გეშინია სიცივისა ზამთარში რომ იცის შარშან უფრო საშინელი სივიქარი ქროდა მაგრამ მაშინ ჩემთან იყავ სულ არ გეშინოდა მაგრამ მაშინ ჩემთან იყავ სულ არ მეშინოდა ნუ თუ მართლა შეგეშინდა ზამთრის სიცივისა მაშინ რატომ მიმატოვე ვის მიმართო ვისა ვინ გაგიჯბო გაყინული გული ან მე რად მაქვს შემოგარგო ასე თბილი გული ან მე რად მაქვს შემოგარგო ასე თბილი გული ლა 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 მუსმენთ რადიო 24-ს. საუკეთესო მუსიკა მხოლოდ თქვენთვის. გადმოდი FM-დან ინტერნეტში.
დავბრუნდით პირდაპირ ეთერში ქალბატონ ნინასთან ერთად. ესე იგი, ჩვენ ერთად ვართ, თავარიაო, ხო? მე რა რომ და უსმენთ რადიო 24-ს. რა თქმა უნდა, უსმენთ რადიო 24-ს. სხვათა შორის ამ ეთერის განმავლობაში ხშირად ვახსენე სიტყვა ნამდვილად და რაღაც მეუხამუშა და ვეცდები აღარ თქვა ეს სიტყვა. კი ბატონო, აღარ თქვათ ეს სიტყვა, აღარ გავიმეოროთ და მოვიკითხავ იმ ადამიანებს, ვინც ჩვენ ახლახანს შემოგვიერთდნენ, აღარ ჩამოვთვლი მათ. რა თქმა უნდა, მათ ხომ თავად იციან რომ ახლა შემოგვიერთდნენ და ნამდვილად. ესე იგი, ირაკლი ჩარკვიანს გითხოვს ადამიანი და ძალიან არის ეს ადამიანი შეყვარებული და ანონიმურია, ასე ვთქვათ. დაყვანისმცემელია ერთი ადამიანისა და მიუძღვენიო ლაზარე მელაშვილსო ეძღვნებაო ძალიან დიდი სიყვარულითო მოკლედ თაყვანისმცემლისგანო. აჰა. ფარული თაყვანისმცემლისგან. ესე იგი ეს ადამიანი იტანჯება, არ ვიცი რა მოუხერხო, მოკლედ გავუშვათ ირაკლი ჩარკვიანის ერთად და ალბათ ამ სიმღერით ის გადმოგცემს იმ გზნობებს, რაც უნდა და რა ეთქვა პირადად, შეიძლება პირადადაც გითხრას, მაგრამ არ ვიცი. ეს ყველაფერი იმ ტრფობის ადრესატისთვის, ხო, რაც თქვი? დიახ, ლაზარესთვის. კარგი. მოვისმინოთ მაშინ ჩარკვიანის ერთად. მოვისმინოთ და დავბრუნდებით მალე. მალე. სიტყვა მინდა დავწერო შენ რომ გაიგებ ისეთი სახლი მინდა გაჩუქო შენ რომ იცხოვრებ ისეთი შუქი მინდა აგინთო შენ რომ გაგათბო ისეთი წყალი მინდა გწუროდეს მე რომ მოვიდა რადიო 24-ს. გადმოდი FM-დან ინტერნეტში.
გრძელდება ჩვენი ღამის ეთერი, ქალბატონ ნინას ველოდები, რომელიც ეთერში შემოვა ჩემთან ერთად და ისაუბრებს. ერთმა ანონიმმა რადიომსმენელმა ესეთი საინტერესო მუსიკალური თხოვნა მომწერა და რა დაგიშავა ასეთი გიორგი ჟამურელმა რომ ეს სიმღერა მიუძღვენ. რა ხდება? ეხლა მე მოუწოდებ გიორგი ჟამურელს რომ გამოეხმაუროს მასთან. ხო. რა ვიცი აბა. ეს წერილია და პასუხი, ხო? წერილის პასუხი. კი, რა თქმა უნდა. პასუხი. სამწუხაროდ არ არის ის სიმღერა ფორმატში, რაც მთხოვა მან, მაგრამ მე მოსმენილი მაქვს და კარგად ვიხარისი ამ სიმღერაზე თავის დროზე. თუმცა მინდა გითხრათ, რომ ჯასტინ ბიბერი არ მიეკუთვნება ჩვენი გემოვნების არეალს და თვალთახედას. რა სიტყვის შენ ჯასტინ ბიბერს მე არ ვაღიარებ როგორც მომღერალს საერთოდ. რა უნდა ამ ადამიანმა არ იცის ალბათ ჩვენი ფორმატი და ამიტომ შენ რომელი შემსრულებელი მოგწონს იმპორტულ შემსრულებლებზე ვიძახი და არა ქართველებზე ამ შემთხვევაში? აი ესე იგი შენ ვიცი რა. Coldplay მოგწონს. კი, Coldplay-ც მომწონს, ნუ ეს ზოგადად მხოლოდ Coldplay არ მომწონს, მე ბევრი შემსრულებელი მომწონს. ნუ არის Beyoncé-ც, არის სხვადასხვა ჯგუფები, რომლებიც ამა თუ სიმღერის ასე ვთქვათ სტილის ნუღაბების ასე ვთქვათ შემსრულებლები არიან ამ ყველაფრისა და გადარჩი კარგი, ესე იგი თავს იმართლებს ახლა უცნობი რადიო. ის მაინც მითხარი გოგონა ხარ თუ ბიჭუნა? არა, არ უსმენ ჯასტინ ბიბერს, უბრალოდ ამისთვის მინდოდაო. ანუ ეს ადამიანები ერთმანეთს ეკინკლავებიან, სავარაუდოდ ვიცი. ხო, სავარაუდოდ ეს თემაც მე მგონი მაგის წამოჭრილი იყო მეგობრობაზე და დაცინვაზე. არა, ეს თემა მე უბრალოდ წავაწყდი. ესე იგი ზუსტად იმ სიმღერებს თავაზობს ეს ადამიანი, რაც რადიო 24-ის თვალთახედვის არეალში არასდროს არ მოხდება. ამ შემთხვევაში ბრიტნი სპირსი. ისე ძალიან მაინტერესებს მე აი ხო, კიდევ ერთი მომღერლის მიმართ გამიჩნდა კითხვა თუ როგორ შეიძლება მიმართო ამ მიმართო რა ხა უწოდო. ამ ვიდეო კლიპმა YouTube-ზე დააგროვა 2 მილიარდამდე ნახვა და ამის გამო სხვათაშორის YouTube-ის მრიცხველიც კი გადაიწვა. ესე არის მე მგონი სამხრეთ კორეელი შემსრულებელია PCY, Gangnam Style. აი მე ამ კლიპში ვერ ვნახე ან მით უმეტეს სიმღერაში რაიმე ღირებული რამაც შეიძლება 2 მილიარდამდე ნახვა დააგროვოს. როგორ მარტივი გამოსათქმელია ალბათ. ნუ გასაგებია, მაგრამ 2 მილიარდამდე ნახვა რატომ უნდა დააგროვოს? ეს ჩინელი ჩვენი მსმენელი იმედია გვეტყვის. დაახლოებით მაინც ის აღარ არის ჩვენთან, იმიტომ რომ იქ თენდება და ის მუშა ადამიანია და სამსახურში უნდა წავიდეს. ხო, Gangnam Style. ანუ როცა იქნება პირდაპირ ეთერში, შემიძლია გკითხოთ ეს ყველაფერი, თუ რა სიმღერის Gangnam Style. ნუ მე კითხვა აღარ მიჩნდება რა სიმღერის, რატომ დაიმსახურა მილიარდობით ადამიანის მოწონება, მე ვერ ხვდები ამ. მოწონება თუ ნახვა? თუნდაც ნახვა, ხო. ეს არის ნახვა ეს ისეთი თემაა, როგორ გითხრა. ანუ მსოფლიო ძალიან უგემოვნო შეიძლება ვთქვა ახლა. სადაც ბრიტნი სპირს ამდენი ფანი ეყოლება, ჯასტინ ბიბერზე ხალხი მანქანაში შეუვარდება. ასე შემდეგ. ესე იგი ამ დროს რადიო 24 აჟღერებს გემოვნებიან სიმღერებს, არა? რა თქმა უნდა. ყოველ შემთხვევაში გვინდა რომ გაჟღერდეს. თორნიკი არის გადარეული. აჰა, ესე იგი სოფუტა თურმე აქ ყოფილა. და ესე იგი ვეხმაურებიო ლაზარესო. ლაზარეს გამოწვევას და მსურსო გაუშვათო და მიუძღვნათო ლაზარე მილაშვილის სიმღერაო Lana Del Rey's Young and Beautiful. ანუ ეს ადამიანი პატიობს, ანუ მაპატიებო ამ სიმღერით. აჰა, გასაგებია. ის რაც მივქარიო, ანუ.
სოფუტა შემოგვიერთ და თუ ჩვენთან ერთად არის თუ რა ხდება შენ იცი რომ შვეიცარიაში არსებობს რადიო 24 რომელიც ძალიან მაგარიაო კი სხვათა შორის ვიცი რომ არსებობს კარგი მოვიკითხეთ და არაერთხელ ვახსენეთ დღეს მეგონი სოფუტა ხო სოფუტა თუ ჩვენთან ერთად ხარ შეგიძლია გვისმინო ასე რომ მე მგონი გაუშვებთ არა ლანიკოს Young and beautiful. რა თქმა უნდა გაჟღერდება ერთი სიმღერის შემდეგ. ეხლა უნდა გაჟღერდეს რა მოვისმინოთ ნინა? მე მგონი მე გითხარი next to you, yes? არა, ეს გასაგებია, მაგრამ კიდევ რა ეხლა მე რომ ანასთეიშა გავაჟღერო? ანასთეიშა არა, ოღონდ რატომ გაქვს ასეთი აგრესია მის მიმართ? უბრალოდ ან ვიცი ხდება ხოლმე რომ ხასაბუთებს რომ ჩავრთავ ანუ არ სიამოვნებს ასე თქვა ანუ როცა თავ რადიოს აი ურში ხდება მისი ხმა ყოველთვის ესეთ დამთხოვები არ ვიცი ანუ მართლა ვერთმანი ხო, ესე იგი, მაშინ ის უცნობი მსმენელი ამბობს, რომ გაუშვიო ნინო ქათამაძის ქუჩაში ერთხელ და სოფუტა მკინის ქალამნები ჩაიცა მოვდივარო. კაბა ამოიცა და მოკრის ახლა ეთერში სოფუტა. ესე იგი, 3 სიმღერის შემდეგ დავბრუნდებით? We will come back, ხო. ნინო ქათამაძე, ლანიკო ჩვენი და next to you. ხო, იმედი ეთერს მიღმა უფრო დეტალურად გამარკო. რა გვინდა? ხო, ჟამურელს მიუძღვნიო ამბობს უცნობი თაყვანის მცემელი. მოდი მე მას ელემს დაუძახებ პირობითად. ანუ მისი აბრევიატურა ასე ჩანს ყოველ შემთხვევაში. ხო, ესე იგი ხოთორნიკი ამბობს რომ აუო, ჯიგარი ხარო, შენზე ამბობს. მეც მომწონს Coldplay-ო. აჰა. ხედა. არა მხოლოდ Coldplay, ჩემი კარგო. ხო, მაგრამ ერთ-ერთში რაღაცნაირად დაემთხვა ეს ყველაფერი. სასწაულია პირდაპირ. ესე იგი, რატომ არ მითხრათ ეთერში რომ გადიოდითო? იმიტომ ვერ გითხარით რომ შენ უბრალოდ არ მოხდა. ონლაინში არიყავი, მინდა გითხრა. მოდი ეხლა ჩვენ მოვისმინოთ Hermes House Band-ის Hit the Road Jack. ძალიან კარგი. შემდეგ მას მოხდება ის, რაშიც უნდა გამარკვიო ეთერს მიღმა და შემდეგ ქალბატონ დოდოსთან ერთად დავბრუნდებით ეთერში. დიახ, დავბრუნდებით. დროებით.
Now baby, oh baby, don't you creep in this way, 'cause I'll be back on my feet someday. I guess if you say so, I'm gonna get my things and go. Hit the road, Jack. Don't you come back no more, no more, no more, no more. Hit the road, Jack. Don't you come back no more. What you say? Hit the road, Jack. Don't you come back no more, no more, no more, no more. Hit the road, Jack. Don't you come back no more. What you say? Hit the road, Jack. Don't you come back no more, no more, no more, no more. Hit the road, Jack. Don't you come back no more. Get out of here, Jack. Don't come back no more. I don't want to see that face again. Don't come back no more. Don't you come back no more. It's over, folks. It's the road, Jack. ესე იგი 2 საათი 15 წუთი საქართველოში რადიო 24-ის ეთერი ფაქტობრივად გრძელდება კიდეც და ნინისთან ერთად დღევანდელ ეთერში ბოლო ჩართვა მაქვს დღევანდელი დღისთვის ნინა. აბა რა გაქვს სათქმელი ჩვენი რადიო მსმენელებისთვის ამასობაში მინდა მივესალმო ჩემს ძალიან საყვარელ მეგობარს მზეკოს რომელიც უსმენს რადიო 24-ს და არის ჩვენთან ერთად მოვიკითხოთ დიდი სიყვარულით და წარმატებები უსურვოთ მას. ახლა კი აბა შენი სათქმელი თქვი. ესე იგი დიდი ხნის შემდგომ ისევ დავუბრუნდით ხო თანაეთერად და ძალიან კარგი საღამო იყო მე მგონი მე თუ მკითხავ. მადლობა ვის? ესე იგი სოფუთ არის შეიძლება ითქვას ევროპულად შეშფოთებული მე თუ მომესალმებიო მოდი ვაღიარო ჩვენ ხომ მივესალმეთ სოფუტას თელი საღამო სოფუტას მიეწყნა ჩანაწერშიც ნახე რომ სოფუტას მოვიკითხავთ ხოლმე თან დიდი სიყვარული წავალ გამახსენდა ლექსი კომელაურის მე რომ წავალ ხო ანუ მე რომ წავალ შეგიძლია პირდაპირ ეთერი შენ დაიკავო ჩემი ადგილი და ასე თქვათ შევავსოთ რა ერთმანეთი იმიტომ მე არ შემიძლია შემდგომ დრო მოკეთ არ დავკონკრეტეთ აღარ დავკონკრეტეთ ნინის ნენეს მოკითხვას ტყორცნეო ამბობს სოფი სოფი ესე იგი ბოლო თხოვნა იყო მე მგონი შემთან Princess Musicology არასტუდიური ვერსია დიახ მე მგონი რომ მოიწევი ამ ყველაფერს რა თქმა უნდა შეიკრიბა მუსიკალური საბჭო რომელმაც ეს თხოვნა დააკმაყოფილა და იმიტომ რომ ძალიან გემოვნებიანი სიმღერაა და მადლობა მაშას მოკეთ ამ თხოვნას გიტოვებ კიო და მე კი დაგემშვიდობებით შემოკარგებო და რას მოუწოდებ რადიო მსმენელებს დამაცადე გაცდი სასიამოვნო საღამოს გისურვებთ ღამეს და მშვიდობიან დილას რა თქმა უნდა. მიყავით რადიო 24-თან ერთად და ყოველთვის გვისმინეთ, რომ აივსოთ პოზიტივით. ესე იგი ღამეს სიზმრების გარეშე გვტოვებ შენ? არა რა თქმა უნდა. მშვიდობიანი ღამე, რა თქმა უნდა სიზმრებში. ცოტა მეცინება ხოლმე მშვიდობიანი ღამე და ტკბილი და ლამაზი და ფერადი სიზმრებიო. ხა შავ-თეთრი რო იყოს რა უჭირს. არა, შავ-თეთრიც, ნუ რეტრო სტილში, არა, მაინც ფერადი ჯობს. კარგი, რეტრო სტაილში. მზეკო მოიკითხა ყველა რადიო 24-ის ეთერში და კარგი, Princess Musicology, ნინის დავემშვიდობები და მეც ცოტა ხანი დავრჩები თქვენთან ერთად, გავაჟღერებ თქვენს მუსიკალურ თხოვნებს და მეც გავკრები რა თქმა უნდა და შემოგიერთებით ხვალ 23 საათიდან თბილისის დროით. მაშასე, მშვიდობიანი ღამე ჩემო კარგი. აბა როგორც ამერიკელები და ინგლისელები ტყვიან good night ნინა. Good night. Good night. Sweet dreams. ნამდვილად და აი კიდევ თქვი ეს სიტყვა შეხვედრამდე ნინა. See you late. რა თქმა უნდა. დავემშვიდობეთ ნინას პრინსი რადიო 24-ის ეთერში და სანამ დრო გაქვთ შეგიძლიათ თქვენს მუსიკალური თხოვნები მომწეროთ Skype-ში მისამართზე რადიო 24 თბილისი.
me. Call it what you like, I'm calling how I feel. This is just another one of God's gifts. Musicology. Got to keep the body moving, just like I told you. Kick the old school joint for the true funk soul. Musicology. Musicology. Alright. Wish I had $1 for every time I say, don't you miss the feeling, music gave it back in the day. Let's groove, September, Earth, Wind and Fire. Bands by James, slides gonna take you higher. I'm feeling good, think I'm gonna get jammed. Take your big turntable or a band. If it ain't Chuck D or Jam Master, they live with it. Cause we got a HD in it band, body moving. You got to keep the body moving, just like I told you. Kick the old school joint, come on y'all, for the true old school. Musicology, yes, musicology. Ladies and gentlemen, Mr. Maceo Parker. Come on, man. Come on, Rhonda. Do it. Public service announcement. Bring your whole family. Musicology coming to a city near you. საუკეთესო მუსიკა მხოლოდ თქვენთვის. თქვენ მოსმენთ რადიო 24-ს. გადმოდი FM-დან ინტერნეტში. ჩვენთვის უთხრობმა ქალბატონმა გადაწყვიტა, რომ მის ინტერნეტს ხმა აქვს და ყვირის. ამიტომ ის კომპანიას დაუკავშირდა და ამ ინფორმაციის შესახებ აცნობა. გამარჯობა, თიკაგისით ჩემს ლეგენდას გამარჯობა. გამარჯობა. ავანთე ინტერნეტი რა ის კავკაზური ვაი ისა ბავშმა დამირეკა და მიდოდა ის მელაპარაკე ისეთი ხმა ბიძგედი ისეთი აი ყვირილი ინტერნეტის რო ვერც ვამქრობდი ესე რა ეს რა ვაბია ვერ გავიგე რა ქალბატონო ინტერნეტი როგორ ყვირო და არ მუშაობს არ შედის არც ერთ გვერდზე თუ რა არ მუშაობს ისება და მე უცებ დეიდაშვილმა დამირეკა და მე ავიღე ავანთე რა რო დაველაპარაკო და აი ესეთი ეს არის კომპიუტერის ბრალი ქალბატონო ინტერნეტის ხმა როგორ იქნებოდა როგორ კომპიუტერი ახალი მაქვს ალბათ გოგონი გენათვალე ხა ისეთი უბრალო კომპიუტერი აბა ქალბატონო ინტერნეტი ნამდვილად არის არის ინტერნეტი აი მოდის მიდის სკაიპი მე ტექნიკურ ჯგუფთან გადავხსნა გამარჯობა გენათვალე აი ხა დილი და ფარმუსოვ ავანთე ხა და დეიდაშვილმა დამირეკა რა ხოდა მედოდა დამელაპარაკე და ხედავ აი უცებ ისეთი მაგარი ხმით ისეთ ვერც ვანქრობდი აი ვერაფერს შედი მასობდი რომ ჩამეკარო მე ცენტრალი დავადე ხელი და ჩავანქრე ისეთი უცებ მე მეგონა ახლა დაიწყება ეგეთი ხმა იყო ინტერნეტი ის სკაიპი მოდის მიდის სკაიპი ირთება სულ არ ვერ ვლაპარაკობ რა გავაკეთო და სკაიპს კონდეს პრობლემა რა კონდეს სკაიპს თვითონ რატომ უნდა კონდეს სკაიპს პროგრამა არის და შეიძლება შეექმნა პრობლემა საიტებზე შედის არ შედიوار არც და პროსტა მე არც მესმის იმის ხელს არ ვაღლებ მე მარტო ბავშვი რომ ირიკავენ ამათებ და ველაპარაკებ და ისეთი ხმა იყო ისეთი აი ისე რომ პირველ რიგში შენეშინე დაჟე იბოთ აი და ხმა თუ იყო ის ინტერნეტთან დაკავშირებით არაფერ შუაში არ არის ანუ შეიძლება კომპიუტერი აი ხა ისა აი მოდის ვერ ველაპარაკებ ვერაფერს არ რა გავაკეთო არ ვიცი რა გამოევზე არის გაფრთხილებული გამოევი ხო
გამანაწილებელს არ აყენიან, კაბელი არის კომპიუტერში. მარტო კაბელი, ხო? ახალი კომპიუტერი არ უნდა ხელოსთან მოვიყანო, გავაფუჭო და რაღაცა ხელი ახლონ და რაღაცა გამიფიქრო. ეს იმის განა, Skype-ის განა, იმიტომ რომ ესე იგი, მადლობა კავკასოს ონლაინს, რომელმაც ეს სატელეფონო ჩანაწერი გამოაქვეყნა და ჩვენ რადიო მსმენელებს მოვასმენეთ. ეს გახლავთ სრულიად ბუნებრივი სატელეფონო ჩანაწერი, სადაც ქალბატონი ამბობდა, რომ მის Skype-ს ხმა აქვს და ყმუის. რაც შეეხება მუსიკალურ პროგრამას გრძელდება, სოპუტას მივესალმები ქართულ გერმანული დროშით. ხო, კარგი, გერმანული დროშით მივესალმოთ და მისი საყვარელი სიმღერაც გაჟღერდეს ჩვენს ეთერში. You were saying hold on, but maybe I loved you too much, girl, to get gone. And I remember you were saying so long, you could stand on your own, be anything without me, babe. But still I'm waiting, let's get started. Waiting all day, for loving all night. Want you, baby, 'cause this feels so right. All day and all night, all I want is to rock your world. On and on and on. Waiting all day, for loving all night. I see you, baby, not wasting no time. From hell or high water, yeah, I'm gonna love you, girl. On and on. Do you remember when you said I ain't strong? Girl, that's not something I think you should get wrong. No, I'd wait forever. We do anything. So listen, baby, true, you're what I need. 'Cause I'm waiting all day, for loving all night. Let's watch it, baby, 'cause this feels so right. All day and all night, all I want is to rock your world. On and on and on. Waiting all day, for loving all night. I see you, baby, not wasting no time. From hell or high water, yeah, I'm gonna love you, girl. On and on and on. Baby, let's get started. Baby, a little bit harder. Baby, give me your body. So do you want it high? So high. Baby, let's get started. Baby, a little bit harder. Baby, give me your body. So do you want it high? So high. Waiting all day, for loving all night. Let's watch it, baby, 'cause this feels so right. All day and all night, all I want is to rock your world. On and on and on. Waiting all day, for loving all night. I see you, baby, not wasting no time. From hell or high water, yeah, I'm gonna love you, girl. On and on and on. თქვენ უსმენთ რადიო 24-ს. 23 საათიდან თბილისის დროით. გადმოდი FM-დან ინტერნეტში. ეს რადიო 24-ია. მოისმინე განსხვავებული მუსიკა. ახალი ჰიტი რადიო 24-ის ეთერში. I feel the knife at my throat, and it cuts and it burns. Have you no mercy? You laugh as I twist and I turn.
earth, crushing the air in my chest till there's nowhere to breathe. Pray there's a way to escape, but the joke is on me. Show me some hope, show me some light, 'cause I got nothing left in me tonight. If I don't go, if I say no, if it's the end, somebody tell me, have I just wasted a lifetime? Show me some hope, God, it's so cold, throw me a lifeline. It's so cold, it's so cold, throw me a lifeline. All too familiar, so why are we back here again? Tell me you know how it feels to be killing a friend. Screaming in silence, there's no way of saving myself. If there's no redemption, I'll see you in hell. Show me some hope, show me some light, 'cause I got nothing left in me tonight. If I don't go, if I say no, this is the end. Somebody tell me, have I just wasted a lifetime? Show me some hope, God, it's so cold, throw me a lifeline. It's so cold, it's so cold, throw me a lifeline. Throw me a lifeline. Now it's gone and done. If I don't go, if I say no, is it the end? Somebody tell me, have I just wasted a lifetime? Show me some hope, God, it's so cold, throw me a lifeline. It's so cold, it's so cold, throw me a ორი საათი 33 წუთი რადიო 24-ის დღევანდელი ეთერი ამით დასრულებულია. დიდი მადლობა ყველას ყურადღებისთვის. შევხვდებით უკვე დღეს ტრადიციულად 23 საათიდან თბილისის დროით, ასე რომ არ დაგავიწყდეთ, შემოგვიერთდით რადიო 24G-ს გახლავთ ჩვენი მისამართი. უსმინეთ რადიო 24 და ჩვენი ტრადიციული სლოგანი გადმოდი FM-დან ინტერნეტში. დროებით.
მისმენთ რადიო 24-ს.